დრო ეხა ცოტა კონცენტრირებული ვარ, დღეს ერთი რეპეტიცია მაქვს, ნიდერლანდის ოპერისა და ბალეტის სამეფო თეატრის საიტზე რომ შეხვიდეთ და პროგრამა ნახოთ, გაოცდებით, როგორი დატვირთულია ამ თეატრის საბალეტო დასის ვარსკვლავის, გიორგი ფოცხიშვილის სამუშაო გრაფიკი. ნინი აბადროებით. არა და სოლისტი გიორგი სულ რაღაც 2 წლის წინ გახდა. მაშინ როცა მთავარი პარტია შეასრულა გედის ტბაში. ეხა გაერთიანებულ რეპეტიციაზე, მაინც ცოტა ახლოს, იმას წელს, ოკეი? 2023 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრემიის ლაურეატი გახდა და დღეს ცეკვავს ყველა საბალეტო სპექტაკლში, რომელიც ამსტერდამის თეატრში იდგმება. კი, უკვე მსოფლიო ბალეტის ამომავალი ვარსკვლავია, მაგრამ ვარსკვლავი სცენაზე ბრწყინავს, მე ვიტყოდი დაფრინავს. ცხოვრებაში კი უბრალო სადა ახალგაზრდა კაცია, რომელმაც ჟიზელის გენერალური რეპეტიციის დაწყებამდე გამონახა ჩვენთვის დრო ბალეტზე სალაპარაკოთ. პარტნიორს ურეკავთ ამეკარგა. დიდი ხანია დაკვირვებული ვარ ბალეტის მოცეკვავეებს უყვართ არა იმდენად საკუთარ თავზე, საკუთარ წარმატებებზე საუბარი, რამდენადაც თავად ბალეტზე. ანა ხო არ გინახავთ? არა, მე თქვენ სანახავთ ამოვედი მივესალმოთ ხო და ანა. ნახავ გასახდელში. საუბრის მანერაც მსგავსი აქვთ. ჟესტი მათი მიმიკის ნაწილია. ანა. ჟესტი და მიმიკა სიტყვის. Are you changing? ლალი, პრივეტ. რა ხდება ეხა აქ? პირველ და მეორე მოქმედებას გაივლიან? გამაცანი შენი გოგონა. ანა, лали. თბილისში გიორგი ფოცხიშვილმა დონ კიხოტსა და ჟიზელში იცეკვა. ამ ორიდან ჩემი აზრით დონ კიხოტში ბაზილის პარტიაში გიორგი ბევრად უფრო თავისუფალია და უფრო ოსტატურად იყენებს ყველაფერს, რაც კლასიკურ ბალეტში მისვლამდე ისწავლა. როცა ფოცხიშვილების საცეკვაო დინასტიის წარმომადგენელი თუ გამგრძელებელი კულისებიდან უყურებდა ბაბუას გელოდი ფოცხიშვილს და მამას გელა ფოცხიშვილს. ჟიზელში მას დრამატული როლი აქვს. აგერ სოფლელმა გოგონამ ჟიზელმა მეტყევე ჰანსისგან, რომელიც მასში შეყვარებულია, სიმართლე შეიტყო. ალბერი, რომელიც თავად გოგონას უყვარს, თურმე ატყუებს. დიდგვაროვანი გრაფია. მატყო არა გულუბრყვილო ქალის შემაცდენელი პერსონაჟი არანაირად არ უხდება გიორგი ფოცხიშვილის ხასიათს, მის სტილს, მის მზერას. პირველი არის, აქედან კი არ ვარ. უკნიდან. აი აქედან მოდიხარ, აი პირველი ჯგუფი, მეორე და მესამე. შენ წინიდან იქ. კარგი. მაგრამ ამ ჩემი აზრით საუკეთესო კლასიკურ ბალეტში დატოვებულია სივრცე ინტერპრეტაციისთვის. გიორგი ამ სივრცეს შესანიშნავად გამოიყენებს. დღეს დილით ჩამოხვედი? არა, გუშინ წინ ღამე. ანუ ორი რეპეტიცია მქონდა. ხო. თავიდან ჟიზელი იყო მარტო გამოცხადებული და მე დაემატა დონ კიხოტი. კი. ანუ ერთი დღით აპირებდი ჩამოსვლას და მე მივუყო. არა, ორივე უნდა ყოფილიყო. მაგრამ ესე დადეს რა, ჯერ სიურპრიზივით დავტოვეთ ჯერ. და ხო იცი რომ 1 საათში გაიყიდა ბილეთები თუ ნახევარ საათი. დედას ვიცავარ თეატრში ვიყავი ჰოლანდიაში, იქ რეპეტიციობდი. ისე დაიდო და ისე გაიყიდა ბილეთები, ვერც მივხვდი ვაფშე. გამარჯობა. ისე დაიდო გაიყიდა ხალხი მწერდა ბილეთები, აქ შევამოწმებ. კი. არა. გამარჯობათ. ჩემი გასახდელია ეს იქნება? გამარჯობათ. შევამოწმებ. გამარჯობათ. უკაცრავად. დამავიწყდა ნომერი, მაგრამ შევამოწმებ ყველაფერს. ალბათ ეს იქნება. არა. მე ჩემ კოსტუმს ვეძებ, ეხლა სადაც ეკიდებ ჩემი კოსტუმები. კოსტუმი დაკიდებული. კი, დაკიდებული იქნება. და მაგიტო. მაგრამ გამზადებული იქნება. აბა, იყავი რა აქ რა. იქიდან წამოიღე? დიახ. აი, ჩემი კოსტუმი ჩავარდი.
კარგი, ეხლა მე ანუ იმათი კოსტიუმია, იმათი გაკეთებული კი, იმათი გაკეთებული არის, მაგრამ ჩემზე არის შეკერილი და მაინც კომფორტული არის რა. ხო. თან ისეთი არის ჟიზელი, რომ ისეთი კოსტუმებია, რომ ერგება აქაც რა ჩვენ გავიარეთ ქალბატონ ნინოსთან და დეკორაციას ყველაფერს ერგება რა ფერებში და იმაში. იმიტომ რომ მაშინ თუ სხვა ის იქნებოდა ბალეტი. თუმცა იქ სხვანაირი დეკორაციაა, ხო? კი, ცოტას განსხვავებული, მაგრამ ჟიზელი მაინც ერთი მაშინ. 305-ში ვზივარ, მაგრამ კოსტუმები არ არის ჩემი. წესით უნდა წამოიღოთ. წესით 305-ში ვზივარ. ხო, აქ დირიჟორია. მომისმინე, აქ ზის. 305-ში ანა არის. ანა, გიორგისად უნდა იყოს. არის. ხო, დამავიწყდა მე სახელი. ის რეპეტიციის დროს მითხრეს და არა უშავს. კოსტიუმი არ დაკარგოს თავის. არა. რა ჩავიცვა? რა ჩავიცვავით? ლორიტანე ნადრია ჯერ. როგორ არის ადრე? საქართველო მაინც 1 საათი დარჩა. გუშინ ნახე რომ კარმენის ანონსი არის მომავალ წელს. ეს შედრინის კარმენი არის? არა, ჩვენი დირექტორის კარმენი არის, ტედ ბრანსენის, მისი კარმენი იქნება. პირველად გამსა. არა, უკვე დადგმული აქვს და უკან 10 წლის წინ თუ 15 წლის წინ დადგა. პირველად და უბრალოდ ბრუნდება რა. მომავალ წელს. მომავალ სეზონზე, იმიტომ რომ მაგის ბოლო წელი იქნება და ეგ პროგრამა თვითონ პახიტა იქნება და კარმენი არის ჩვენი დირექტორის და პახიტა არის სამხატვრო ხელმძღვანელის. მაგათი ბოლო სეზონი არის და მაგათ მიძღვნილი პროგრამა იქნება. ბოლო სეზონი ან მიდიან? დიახ, გადიან პენსიაზე უკვე. და ახლები მოდიან. დიახ, ახლები. ვიცით ვინ მოდის? დიახ. მოდის ჯუნიორ კომპანიის არტისტიკ კოორდინატორი არის ერნესტ მეიზნერი, ის გააგრძელებს 1 წლის შემდეგ რა. შენ როგორ ფიქრობ თვითონ მომავალში დარჩები? ჯერ არც ფიქრობ იმაზე, რომ ისე გიყვარს მანტავრობა, რომ არც კი არა, სხვაგან. მაგ ამერიკაში ან. არა, ჯერჯერობით ძალიან მიყვარს იქაურობა. იმიტომ რომ ანუ მართლა გამიღეს კარი რა და რაღაც ანუ მშობლიური ქალაქივით არის. კი, არის მშობლიური ქალაქივით. ანუ უკვე ამსტერდამში რო ჩავდივარ აეროპორტში, სახში ვარ, ეგრე ვგრძნობ რა. მართლა? მაინც კი, უკვე. უკვე 6 წელია იქ ვარ. და თბილისში რო ჩამოდიხარ? თბილისში რო ჩამოდივარ, იქ ხვდები რომ სახს რომ ამსტერდამზე ვიძახი საერთოდ სხვაგან არა. ქართველებიც რო არიან იქ? კი, არიან ქართველები. მაია მახაცელი, პრიმა არის უკვე. გიორგი, აი ხა მაგალითად კოსტიუმს რო ველოდებით, ძალიან მაინტერესებს და ყოველთვის როცა მუშაობ შენს პარტიაზე, შეხოთ სახიობიც ხარ, არა მარტო მოცეკვავე ხარ, ხო? ბევრი თვლის რომ აი ბალეტზე მიდიან და ნუ თქვათ რაღაც ვარიაციები, რა კარგად შეასრულა და რა კარგი ნახტომი აქვს მაღალი და ასე მაგრამ არტისტიც ხარ, ანუ შენ გმირის ხასიათიც უნდა შექმნა. იქით ისე ჩემ ანუ ჩვენ რა როგორც იქ არის პრიორიტეტი არის სახიობი, იმიტომ რომ სახიობი ხარ. ხალხი იქ მოდის იმისთვის, რომ შენ სამსახიობო სტატობას უყუროს და რაც აქ არისო. რაც აქ არისო, რაც აქ არისო. ხო. ანუ ეს ისწავლე იქ. დიახ. აი ხა მაგალითად გლეხის გოგო მოატყუა გრაფმა ალ. გააჩნია, აი ჩემი ინტერპრეტაცია ცოტა სხვანაირია მან. საინტერესოა. იმიტომ რომ როგორ არის, ისე მაინც ყველა არტისტისთვის განსხვავებულია რა. იმიტომ რომ მოტყუება ეგრეთ თუ ვითამაშებ, ჩემ უარყოფითი გმირი ვიქნები რა. და მე ვფიქრობ, რომ არისტოკრატი გრაფი, რომელიც არის ძალიან ანუ ციხეში ზის რა, სავარაუდოდ თავისი ანუ არ უნდა ის სოციალური თავისი ის და უნდა რომ მართლა ნამდვილი სიყვარული იპოვოს. და ნამდვილი სიყვარული რო იპოვოს, უნდა გამოეწყოს როგორც ტიპიური გლეხი. ამიტომ და იქ მოეწონება ეს ჟიზელი და უნდა რომ ისე შეაყვაროს თავი, რომ არ ანახოს, რომ თვითონ არისტოკრატი არის. უნდა რომ თავის შინაგანი თავისი ანუ ჩემი მეტი რო დავანახო ჩემი თავი და არა ვინ ვარ და რა რანკი მაქვს ან რაღაცა რა და მე ცოტა სხვა მხრიდან უყურებ და ამიტომ მიყვარს ეს როლი ძალიან. ხო, ანუ შენ შეყვარებულ ბიჭს თამაშობ. დიახ. ხო, არა და არა მაცდუნებელს. შეყვარებული ბიჭი რომელსაც უნდა რომ მართლა თავისი სიყვარული იპოვოს და არა იმიტომ მოიყვანოს ცოლი რომ სხვა სამეფო გაძლიერდეს მაგალითად და უნდა რომ მართლა უყვარდეს. და მოეწონება ეს გოგო ჟიზელი.
მაკბეტზე მუშაობის დროს რადგან გთხოვენ იმას რომ ეუბნებიან რომ ეს დრამა მაკბეტიც ცეკვე ხო? და ეს ძალიან რთული არის. ძალიან რთული იყო, ძალიან. მსახიობი ხარ. და აი მუშაობის დროს ასაკეთებ თქვა და კითხულობ, ახლა მაკბეტზე მუშაობის დროს როგორ ხდება? აი დაახლოებით როგორც აი თეატრის მსახიობი გაიulis ზუსტად იგივენაირად გავდივართ. იმიტომ რომ ეხლა მაკბეტზე რომ ხალხი მოდის სანახავად, იქ ტრიუკების სანახავად არ მოდიან. იქ მოდიან რომ ნახონ ისტორია უბრალოდ პლასტიკით გადმოცემული, მაგრამ იქ ემოციები, ანუ რეპეტიციაზე ჩვენც, ანუ ხანდახან თუ რაღაც მოძრაობა ვერ გეხმარება ემოციაში, შეგვიძლია რომ ილაპარაკო რა, ანუ პარტნიორს ელაპარაკო. ანუ რა გინდა, რა შეუბნები და რაღაც ანუ კლასიკური ბალეტშიც ხდება ხოლმე, ანუ ხო, მაგრამ ნაკლებად. ანუ სცენაზე არა, რეპეტიციაზე ვიძახი რომ ეს ემოციურად რომ მართლა დაიძრეს. სცენაზე არა. ხო, მაგრამ მაინც მოგიხდა მე როგორც ვატყობ, შეთვითონ თქვი რომ აქ იქ სხვა რამეს აქცევენ ყურადღებასო მაყურებელიო, მოგიხდა გადართვა და აქ მაინც სხვა სკოლას დაეუფლე, ხო? ეს თემა დიდად არ სიამოვნებთ ხოლმე რომ ველაპარაკები ადამიანებს, იმიტომ რომ აქ მაინც ეს რუსული ბალეტი, ნუ ჭაბუკიანზე მე ველაპარაკოთ, მაგრამ რუსული ბალეტის გავლენა იყო ძალიან ძლიერი და სხვა არის ეს რუსული ბალეტი, ხო მაინც ტექნიკა. კი, სხვა სტილი არის ბალეტში რა. ზოგმა შეიძლება რუსული დაუძახოს, მაგრამ რაც რუსულია ჭაბუკიანის გაკეთებული არის ძირითადად. ხდებით, ანუ უფრო ტექნიკური მხარე, მაგრამ ევროპაში არის უფრო სხვანაირი მხარე, მაგრამ როგორც მოცეკვავე რა, რაც უფრო მეც დაეუფლები ეგრე, ანუ ჩაკეტვა არ შეიძლება რა. ხო, ძნელი არ არის შენთვის გადართვა ერთი სტილიდან მეორე სტილზე. არის ძნელი, მაგრამ მივაჩვე უკვე, იმიტომ რომ ქართული ცეკვის მოცეკვა. აი ეგ მინდა და იმიტომ რომ თავიდან რა, თავდაპირველად ქართული ცეკვიდან რომ ბალეტზე გადმოვერთე, იმდენად დიდი განსხვავება იყო. ანუ ტექნიკურად ვიძახი რა, ორგანიზმისთვის და იმის. რომ მაგხელა კონტრასტი უკვე ბალეტიდან ნეოკლასიკში თუ იმაში უკვე აღარ არის რა. რომ მაინც ბალეტი არის. მაინც კონტრასტი არის დიდი ქართულ ცეკვასა და ბალეტს შორის რა. და ეს უკვე რომ გავიარე რაღაც ეს ძნელი იყო. იმიტომ რომ სხვა პუნქტია ალბათ, ხო, სხვა დატვირთვა არის. კი. ანუ რთული იყო, იმიტომ რომ ბალეტში მაინც პოზიციებს იმას ექცევა ყურადღება, ქართულ ცეკვაში უფრო ემოციურ იმას პოზიციებს არ აქცევენ ყურადღებას, ანუ არ გჭირდება რა, მეც ქართულ ცეკვას რო ცეკვა ხოლმე. და აი უთქვამთ, ეხო იცოდნენ საიდან მოხვედი და თქვად ისე რომ აი გეწყინოს რომ გიორგი, ეხა შენ ქართულ ცეკვას არ ცეკვა რაღაც პეტიპას ხო უთქვამთ აი შენიშვნის სახით თუ არა ან შენ თვითონ თუ გქონდა ამის შიში რომ არ უთქვამთ მაგრამ როგორ არის იცით რაღაცა როლს რო ამზადებ ანუ შეიძლება ანუ იმიტომ რომ ჩემი კომფორტ ზონა ესე რომ ვთქვათ არის მაინც ქართული სახასიათო ცეკვების მხრივ რა და როცა აი რაღაც მომენტში რომ ვიღლები ხოლმე უცებ ჩემ კომფორტ ზონაში შევდივარ, სადაც ანუ უფრო ესე ვიწყებ ცეკვას და ანუ ესე შეხსენებით, მაგრამ ისე დიდ პატივს ცემენ ჩემს ანუ ქართულ ცეკვის უყვართ, ძალიან უყვართ და ანუ ეგ იყო იდეაში, რომ რაღაც დაინახეს ჩემში, იმიტომ რომ ანუ ეს შენ ხარ, ანუ ეს ჩემი ინდივიდუალობა. ჩემი ინდივიდუალობა. აი, შენიშნოთ რომ მოგცემ უნდა უთხრა იცით რა მე არა, ეგრეც არა. რაღაც ქართულად ცეკვა ბაზელის პარტიას ხო ერიტყვის. არა, რა იყო? არა. 300 თუ გინდა 3 ლიქტაჯიხის და აქ რო შემოიტანო? რა სერიოზულ თემაზე ვლაპარაკობ? სად არის 307? სად რომელ განაში? 308 არის. ბოლო 305 არის ანა. აჰა. დამანახე. ხოდა შენ დაიწყე შენი საქმე. ხოდა არ გაგგვიანდეს. ეში, უნდა მოვიდეს გრიმიორი? კოსტუმი და ლაკი. თმის ლაკი მჭირდება მეტი არაფერი. გიორგი, ხოდა, აი თქვა უცბად ბაზელს ცეკვავ, ანუ სად რა ცეკვავ ხო და დაუკითხოთ ჩითვალ და უცბად ვარიაციის რაღაც შესრულების დროს უცბად რაღაც ქართული ცეკვის კი, ვაკეთებ. არის პრობლემა. და დაუკითხოთ მახსოვს რომ კი. კი, არა, როგორ არის იცით?
იმდენჯერ არის ნაცეკვი და იმდენ სხვადასხვა ადამიანს აქვს შესრულებული, რომ აქვს რა სივრცე იქ, რომ შენი ინტერპრეტაციით რაღაც გააკეთო რა. და ეხლა მე რომ ცოტა ქართული ცეკვის ელემენტებს ვამატებ ბალეტში, ეგ იმათთვის ძალიან სიახლე არის და მაგიტომ ანუ იქ პირიქით ვაუ და რაღაც ინოვაციის მხარეს მიდის რა ეგეთი. ნუ გამოდის რომ არ უშავს ხელს. პირიქით ძალიან ეხმარება. ძალიან მიკროფონ ჭაბუკიანმა თავის დროზე ეგ გაიაზრა. რა თქმა უნდა, კი. იმიტომ რომ აი დღესაც კი მაგის ვიდეოებს რო უყურებ, ანუ აი ჭაბუკიანამდე და ჭაბუკიანის წინ რაც ხდებოდა, ანუ საერთოდ, ანუ ბიჭის როლი ბალეტში საერთოდ აწია რა სხვა მხარეს. იმიტომ რომ მაინც ქართული ცეკვა, მამაკაცი რაღაცა იქ ბალეტში ვერ შეეგუა მაგას და ძალიან კარგი იქნა. Привет. მადლობა. არა, იყოს, მარტო ამას ვიხმარ. გრიმს არიკეთებ? კი, გავიკეთებ. ხო და აი მაინც ბატონ ვახტანგს მადლობა მაგისტრის. ბალანჩინმა საერთოდ ნეოკლასიკის სამყარო შექმნა ამერიკაში თავიდან. ეს ყველაფერი იცოდი, როცა ჩახვედი, ნუ რო სწავლობდი ალბათ მაშინ, ხო აკადემიაში. კი. მაინც ახლა საქართველოში ბალანჩინზე და ჭაბუკიანზე სულ ინფორმაციები დავაგროვე, მაგრამ გააზრებით მართლა რამხელა ფიგურები არიან ბალეტის სამყაროში რა. ჭაბუკიანის და ბალანჩინიც უკვე რო წავედი იქ უფრო გავიაზრე რა. ხო. და მაინც ქართველებისთვის ვახტანგი, ჯორჯ ბალანჩინის რაღაც ისე არის რა, მაგრამ იქ ძალიან ისე არიან. ხო. მე მართლა გავიაზრე რომ ანუ ეგენი ანუ სერიოზული დიდი ფიგურები იყვნენ ბალეტისთვის რა. ეგ ძალიან გადართვა მაინც მოგიწია. გააგრძელე შენ ხო? ანუ რასაც სკოლაში სწავლობდი ერთი არის, მაგრამ მე უკვე იქ კიდევ სხვა განათლება მიიღე, ხო? როგორც ხდება. იმიტომ რომ იქაც როგორც არიან დიდი ფიგურები, რომელიც არ ვიცოდი აქამდე და იქაც მაგალითად ჰოლანდიაში როგორც ბალანჩინი არის ამერიკაში, ჰანსონ მანენი, ჩვენი ქორეოგრაფია არის 92 წლის არის უკვე. ძალიან დიდი ადამიანია ბალეტის მხრივ. ჰოლანდიური ბალეტი და თავისი სტილი, თავისი ქორეოგრაფიებით საერთოდ შეცვალა მანაც. იქ და просто ძალიან დიდი პატივი არის რომ ვმუშაობთ კიდე ჰანსთან და ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენი იქ ჰოლანდიის იმაში არის რა, DNA არის ჩვენი რომ ანუ ჰანსონ მანენის ბალეტებს ცეკოთ რა, რაღაც ეგ განსხვავება გვაქვს კიდევ რა. ხო. სხვასთან. და მაინც ტურისტული ქალაქია ამსტერდამი. ნუ ბევრი არიან ხო ტურისტები და ალბათ ეს თეატრიც სულ მუდმივად მუშაობს იმაზეც რომ არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც იმუშაოს, ასე ვთქვათ, ხო? ხალხი მოდის და კი, ამ თეატრის რეპერტუარი აგებულია ამაზეც. ტურისტებზე უფრო ნაკლებად, ტურისტებზე რო აგებული იყოს მთელი წელი გედების თვა გვექნებოდა. ხვდებით ანუ და ექსპერიმენტი საერთოდ არ იქნებოდა ისეთი სახელებით, რომელიც ჯერ შეიძლება ხალხს გაგონილი არ ქონდეთ რა. ხო. მაგრამ სულ ესე ექსპერიმენტი სულ არის ხოლმე. ეს მაკბეტი ამერიკელმა ქალმა დადგა. დიახ. ამის პირველი არ გიმუშავია მის ქორეოგრაფიაზე. მოდით. დიახ. გამარჯობა. ორივე აქტის კოსტუმები არის ხო? როგორ ხარ? გაგეხუტა. როგორ ხარ? კარგად. ეს ალბერტ. დიახ. სერიალები. პირველ მოქმედებაში სხვა არის, მეორეში სხვა, ხო? დიახ, ეს პირველში უფრო აი გლეხური არის რა. ხო, გლეხურად გადაწყდა. გლეხურად ეს ყავისფერი, ცოტა თომ დასრილი, სადაც ჩექმები რაღაც ის. ნახე ალბერტი გიორგი. ეს ამსტერდამიდან არის, აქაც აწერია. ხო. და ეს რა ქვია, მეორე მოქმედების? მეორე მოქმედების ეს არის. ხო. მეორე მოქმედების ცოტა ის არის, რა ქვია, ცოტა გახიხილი უნდა იყოს, იმიტომ რომ იქ ძირს ეცემა რაღაცა ის და მაგისთვისაც არის რა ეს. შენ რადგან ინტერპრეტაციაზე ლაპარაკობდი, ჯიზელმა ასე თქვა გადაარჩინა ალბერტი, მაგრამ დაქორწინდება მე ფინალი ხო? დაგასპოილერო? ფინალი ხო ძა. არა, ანუ შეცვალე ცოტა. არა, არც ერთ ტრაგიკული ისტორია არის ეს. არა, ვიცი ხო არა, შენი კონცეფცია თუ არის ხო? არა, ჩემი კონცეფცია არის ის, რომ უბრალოდ
ხანდახან ცხოვრება არ არის ისე როგორც ჩვენ გვინდა. და მაინც კი ჟიზელის ცხოვრება შეეწინება, მაგრამ მაინც ცდად ღირდა ალბერტისთვის, რომ თავისი რაღაცა სტერეოტიპები გაერღვია რა, გრაფიდან რომ უბრალოდ გასულიყო რა იგი. გიორგის და ანა ციგანკოვას დუეტი ცოტათი გავს ბალეტის ისტორიის ორი დიდი ვარსკვლავის, მარგო ფონტეინისა და რუდოლფ ნურიევის შეხვედრას. ფონტეინი უკვე ბალეტის ვეტერანი იყო და ცეკვისთვის თავის დანებებას აპირებდა, როცა ახალგაზრდა ნურიევი გაიცნო. ამ დუეტმა ჟიზელში სრულიად შეცვალა წარმოდგენა კლასიკურ ბალეტზე. გიორგის და ანას ვერსია ასევე ძალიან გაბედულია. გრაფი ალბერი შეყვარებულია არა უბრალოდ გლეხის ქალში, არა გულუბრყვილო გოგოში, არამედ მასზე უფროს, მასზე გამოცდილ ჟიზელში, რომელიც სიცოცხლე შეუნარჩუნებს გარდაცვლილი საცოლეების შურისძიების ცდელობისას. რატომაც არა, დიდ ხელოვნებაში ხომ ყოველთვის დატოვებულია სივრცე ყველანაირი სიყვარულისთვის. მუსიკას რაც შეეხება, შენი განათლება მუსიკალური უფრო ბალეტის მხრივ არის, მაგრამ ნუ ეხა ბალეტში ისეთი მუსიკა არის უკვე რომ ისეთი სერიოზული მუსიკა რომ უკვე ძნელია თქვა რომ საბალეტო მუსიკა ხო? დიახ, რა თქმა უნდა. მუსიკა უკვე სერიოზული კი, ყველა არიან რა, ყველა ისეთიან ბახი, მოცარტი რა. ხო, არა, ნუ ჩვეულებრივ ეს მუსიკალური განათლება მიღებული ქონდა კარგი შენთვლით თუ დაამატე მე, ანუ სწავლობ. კარგი მუსიკალური განათლება მქონდა მიღებული როგორ ვთქვა. ანუ კარგის დეფინიცია არ ვიცი რას ნიშნავს. ვცდილობდი რომ მქონოდა. რო გესწავლა. მე სწავლა კი, იმიტომ რომ მუსიკა ყველაზე მთავარი არის საერთოდ რა, იმიტომ რომ მაინც ეს მოძრაობები და რაღაცა მუსიკიდან არის ინსპირებული ძირითადი ნაწილი რა, რომ აი მუსიკაში როგორ გძნობ მაგას რა. ქუჩაში რო დადიხარ და უსმენ დარწმუნებული ვარ, უფრო რას უსმენ? ყველაფერს უსმენ ის, ყველაფერს. ყველანაირ კარგ მუსიკას. კარგ მუსიკას. სადაც ავიკითხე რომ დიჯეობ. კი, დიჯეობ, დიახ, კი. სადა იქ ამსტერდამში? ანუ ცეკვის მერე ღამე შეგიძლია წახვიდე კლუბში და იქ მაგიტომ 1-2 წელია საერთოდ ანუ ფიზიკურად არ შემიძლია, მაგრამ ელექტრონული მუსიკა ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ მაინც ახლა ქართველი ვარ და საქართველოში უკვე კულტურა ისე ჩამოყალიბდა ელექტრონული მუსიკის ძალიან კარგი არტისტები ყავს და მეც დამაინტერესა მან მხარეს რა, იმიტომ რომ როგორ არის, ცით ხანდახან კლასიკური მუსიკით იღლება ყური. და გინდა რაღაცა უბრალო, რაღაცა სიმეტრიულ, რაღაცას უსმინო რა. და ამიტომ ელექტრონული მუსიკა ძალიან მომეწონა რა. და არის ხოლმე პირიქით, ძალიან აი ზედმეტად რო უსმენ ხოლმე მე კლასიკური მუსიკა და შეცვლა მიყვარს ძალიან. კლუბებში? ეხლა ძალიან ეს დრო არ მაქვს ერთადაც რა. თან ორგანიზმისთვის კარგი არ არის თელი ხამე რო დგეხარ და ცეკო მაინც უფრთხილდება, იმიტომ რომ ესეც საპასუხისმგებლო რაღაც მიწევები რომ მაქვს ხოლმე და საცეკო მინდა რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო ყველა თეატრში სადაც მიმიწოვენ. გიორგი ძალიან დატვირთული ხარ, ხო? დიახ. ხო. ანუ ზარმაცი არ ახარ. ანუ ქსიამოვნებს მუშაობა. თუ არის მომენტები რომ გრძნობ თავს რომ ძალიან დაიღალე. კი, ახლა მომენტები როგორ არის რომ ძალიან დავიღალე, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ჩემებურად ვიკეთებ გრიმს, მას სცენაზე ლამაზად ჩანს. იქ ალბათ შენი გრიმიორი ყავს, ხო? არა, იქაც ჩემით ვიკეთებ, მაინც უკვე ამდენი წელია მიჩვეული ვარ მე. ანუ გაჩნია როლს რამე სპეციალური გრიმი თუ არ არის წასასმელი, სცენის გრიმი. აი მაკბეთის ფოტოები ვნახე, იქ მე მგონი მნიშვნელოვანია ძალიან. იქ ჩემი გრიმი მქონდა სხვათა შორის. რაღაც ინსტრუქციები არის და იმას შეგიძლია რომ იყვე. დღეს ეხა უბრალოდ ლაითად გავაკეთებ გრიმს, იმიტომ რომ მაინც გენერალური რეპეტიცია არის რა. ხო. რომ უბრალოდ განათებაზე სახე ბნელი არ მქონდეს, ამიტომ ხარისის უფრო ისე გავაკეთებ. ახლა მნიშვნელოვანია ორკესტრი
ორკესტრთან შეჩვეული ხარ თუ არა? ალბათ ხო. ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ნიუანსები რა, რაც აი მსახიობობის დროს არის, ცეკვის დროს არის, გაქვს მუსიკაში ყველაფერი გათვლილი და დირიჟორთან უნდა გაიარო ყველაფერი. იმიტომ რომ ანუ თუ დაამთავრე და მუსიკა კიდევ მიდის, ან მუსიკა კიდევ თუ ანუ რაღაც ეგეთი აცდენები რო არ იყოს, მაგისთვის ძალიან კარგი არის რა, რომ ცხოვრება ისეთი არ არის ყოველთვის როგორც ჩვენ გვინდა. ეგ რომ მითხარი, ისე ბალეტის მსახიობის ასე ვთქვათ კარიერა სამწუხაროდ არის ხოლმე ძალიან ხანმოკლე. ეხლა შენ ისეთი ახალგაზრდა ხარ, ამაზე ალბათ არ ფიქრობ, მაგრამ რაღაცა მომენტები ალბათ არის ცხოვრებაში, როცა ფიქრობ, რომ აი მე რას გავაკეთებ, ხო, აი ესეთი ამდენი წარმატების მე კიდე და აი რას ფიქრობ, მაინც უფრო ქორეოგრაფი გახდები, პედაგოგი, თუ ამაზე არ გიფიქრია ჯერ. და უფრო გიზიდავს და გაინტერესებს. ანუ რა თქმა უნდა, ცეკვის მხრივ მინდა რომ დავრჩე ისე, იმიტომ რომ ბაბუა ჩემი, მამა ჩემი, ანუ დედა, ანუ ყველა მთელი ოჯახი ამ საქმეს აკეთებდა. ისე ცეკვაც შეგიძლია და ქორეოგრაფობაც. კი, რა თქმა უნდა, კი. მაგრამ როგორ არის, იცით? ქორეოგრაფობა ისეთი რაღაცა არის, თავში თუ არ მოგივიდა რაღაც იდეა, ისე ვერ ანუ ქორეოგრაფობა მინდა და პროსტა ესე რომ გამოვიდეს, ანუ არ გამოვა რა. იმიტომ რომ ამიტომ ჯერ ხა არ ვაძალებ თავს, რომ ქორეოგრაფობა რაღაცა წავიდე მაგ მიმართულებით. იმიტომ რომ რაღაც სხვანაირი უნდა გააკეთო. კი, სხვანაირი უნდა გააკეთო იქ. მაგრამ ეხლა ძირითადად დაკავებული ვარ ჩემი პირადი კარიერით, ესე რომ ვთქვათ რა, რასაც ვფიქრობ, უფრო ჩემი ანუ მე რას ვიცეკვებ და როგორ ვიცეკვებ და არა სხვა როგორ ვიცეკვებს ჩემ რაღაცა დადგმოს. მაგრამ თუ მოვა მაგისი დრო, როცა დამაინტერესებს ქორეოგრაფობაც, რატომაც არა რა. მაგრამ პირადი კარიერა როგორ სხვა დგამს და შენ უნდა იცეკვო. ხოლოდ აი სხვანაირად ასე ვთქვათ, როგორ თან ამბობ, რომ ისე მიყვარს ამსტერდამი და არ ვფიქრობ რაღაცა სხვაგან წასვლაზეო და ასე შემდეგ. კი, ჯერჯერობით ხო, ანუ ელოდები, ვთქვათ, დასი რაღაცას რო დადგამს, მე უკვე შენ უნდა იცეკვო, ეგ არის, ასე ვთქვათ, შენი ცხოვრების რიტმი. დიახ. კი. იმიტომ რომ ამ დადგმაში ანუ მონაწილეობას იღებ შენ როგორც მოგეხერხდება რა ქორეოგრაფია, ანუ ხანდახან არის ხოლმე, მაგრამ კოლაბორაცია უფრო არის რა და ძალიან საინტერესო არის, რომ სხვისი იდეა როგორ შეიძლება შენ რეალიზება მოახდინოს. ხო და აი ამ დროს წინასწარ საუბრობთ მაგიდასთან, აი მაგალითად იგივე მაკბეტზე, ვინ არის მაკბეტი და ან იგივე აი ჯიზელზე, ალბერზე, შენ ხო თქვი რომ მე ესეთი მყავსო, ჩემი ესეთი ალბერი შეყვარებულია და არ არის მათყვარა და ასე შემდეგ, ხო? წინასწარ საუბრობთ რომ ქორეოგრაფთან, რომ აი დიახ, რა თქმა უნდა, კი. და კამათობთ კიდე, ეს შეგიძლია უთხრა, რომ იცით მე ესე უფრო მომწონს. კი. მართლა? კი, ეხლა აი მაგალითად ჟიზელზე თუ მაგალითად მიტყვი ანუ ესე მიდიხარ ქალაქში უბრალოდ გასართობად რაღაცა მე ვიტყვი რომ ანუ არ შემიძლია მაგის გაკეთება ანუ ვერ ვიგრძნობ ეგრე რომ უბრალოდ გრაფი მდიდარი მიდის რომ გოგოს რაღაც გაერთოს და მე ეს გოგო მოატყუოს რა ანუ ეგ მე ვიფიქრებდი რომ მაყურებლისთვისაც არ იქნებოდა საინტერესო და ძალიან ისეთი ის იქნებოდა რა სიტყვაზე ვთქვათ ეხლა ძალიან ისე მაგალითად მოვიყვანე უბრალოდ რა მაგრამ არის ხოლმე ეგეთი რაღაცები რაც შეიძლება რომ შენ თან ყალბი იქნებოდა ეს მეორე მოქმედებაში ასეთი სიყვარული არის პადედეში და თუ ატყუებს მაშინ რა ხო ხდებით რაღაც ეგეთი აცდენას მე თუ დავიჭერ ხოლმე მე სულ მეუნები რა მაგრამ მაგისაც ეხლა პარტნიორის ხელშეწყობაც გინდა რა თქმა უნდა რომ ანუ გამოგყვეს რა შენთან ერთად
როგორც ხდები, შენ ახლა უკვე ძირითადად ერთი პარტნიორი ყავს, ხო? დიახ, ეგ ძირითადად შეეჩვიეთ ერთმანეთს. შევეჩვიეთ ერთმანეთს უკვე დიდი ხანია ვცეკვავთ, 3 წელია ერთად ვცეკვავთ, უკვე ყველა წამყვანი პარტია მასთან ვიცეკვე ანასთან. ეხლა ჟიზელ ხვისთან ერთადაც შევასრულებ. ხო. სხვადასხვა ჰოლანდიაში ჟიზელი მასზე დაიდგა. მართლა? კი, ჰოლანდიაში რო დადგეს იქ ამსტერდამში პირველად. შენ მაშინ იქ არ იყავ? არა. 2009 წელს. რო არის ეს ასაკობრივი განსხვავება, ამასაც ხო არ გაათამაშებთ? კი, ეგ სხვათა შორის ასაკობრივი განსხვავება იმაში დაგვეხმარა, რომ მისი გამოცდილება და ჩემი ენერგია ერთად ძალიან მოუხდა სცენაზე. იმიტომ რომ მას გამოცდილება აქვს, მე ეს ენერგია და ტემპერამენტი და რაღაც ეგრე ჩვენმა დირექტორმა ეგრე გადაწყვიტა, რომ ჩვენ ძალიან კარგი ის ვიქნებით სცენაზე. არა აქვს ეგ პრობლემა. უბრალოდ ეს ასაკობრივი განსხვავება გინდათ გამოიყენოთ. არ მალავთ აი ამის თქმა მინდა. არა, რატო არის დასამალი? კი, გვინდა რომ გამოვიყენო, იმიტომ რომ ანუ შენ თავს ეს შეუყვარდა. მასზე უფრო სიჟე რა? რატომაც არა, პატარა შეიძლება. თუ ნამდვილი სიყვარულია, რატომაც win-win თქვა. ო, რა კაია. კი, ანუ ყველაფერი შეიძლება, რა ეს ხო? რაღაც სამყარო არის, რომელიც არ არსებობს, მარტო იქ არსებობს იმ მომენტში. შეიძლება ხოლაც სხვა სამყარო იქნება რა, ესე არის. ფანტასტიკური ვალეტი, იმიტომ ზოგადად ანუ თეატრის ხიბლი ეგ არის, რომ იმ მომენტში ის რაღაც სამყარო ხდება იქ რა. და შეგიძლია რომ მორჩება კიდე შენი დიფიქრო, რა შეიძლება მოხდეს მაგალითად ხვალ იქ რა. თავის დროზე ვახტანგ ჭაბუკიანმა შესძლო აქაური ჩვენი პლასტიკური ენა კლასიკური ბალეტისთვის მოერგო. თუმცა საბჭოთა ჩაკეტილმა სივრცემ მას მსოფლიო სცენის დაპყრობის საშუალება არ მისცა. გიორგი ფოცხიშვილს ყველაფერთან ერთად ბედმაც გაუღიმა. სხვა ეპოქაში დაიბადა. გიორგის ევროპამ გაუხსნა კარები. შრომის სიყვარული ასწავლა. ამას გენეტიკაც დაემატა, ბაბუის მშობლების გამოცდილება, ცეკვაზე აღიზარდა. ცეკვა გახდა მისთვის გამოხატვის ადამიანებთან ურთიერთობის ენა, მაგრამ თავარი ვფიქრობ, თავისუფლებისკენ სწრაფვაა, რასაც ამ ახალგაზრდა კაცთან ხანმოკლე დიალოგშიც დაინახავდით. სწორედ ეს თავისუფლება მოაქვს გიორგის სცენიდან. თვითონ არ გითხრა, რატომაც არა, ხელოვნებაში ყველაფერი შეიძლება. კაბატონმა ნინომ გითხრა, რომ აი როდის გექნება დასვენებაო და აქედან აქამდე ვისვენებო და ესე ჩანიშნეს რომ მე ჩამოსულიყავი და ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ გადავწე ყველა მხრივ, იმიტომ რომ ანუ ამათ გითხრეს რომ ამ დროს როცა გინდაო, როცა თავისუფალი დრო გექნებაო და რაღაც ესე მოახერხეთ რომ აი მაინც ქართული მაყურებლისთვის შემდგარი ყო რა ეს რა კაბატონმა ნინომაც ესე მოვაბიცავი რომ ამ ჩვენი გადაცემის ბოლოს ან დედა გვყავს ხოლმე ან მამა, ანუ ერთ-ერთი მშობელი, რომელმაც ყველაზე უფრო მეტად იმოქმედა შვილს ესეთი ფორმატი აქვს და ნუ ირჩევენ ხოლმე ამ დედას ან მამას, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა ამბობენ, რომ არა, ვერავ ირჩევ, იმიტომ რომ ორივე ერთნაირად იმოქმედა. შენთან როგორ არის? იმიტომ რომ შენი ბიოგრაფიაც ერთი მხრივ ქართული ცეკვაა, რომელიც მამას უკავშირდება და მეორე მხრივ ბალეტი, რომელიც დედას უკავშირდება. რომელმა გადაწონა? როგორ არის, იცით, როგორც შინაგანად რა, ქართული ცეკვა და ბალეტი ორივე ერთნაირად სხვადასხვა მხარეებში მეხმარება. ზუსტად იგივენაირად ვიტყვი დედაზეც და მამაზეც რა, ორივე თავისი ადგილი აქვს მოკლედ რა. და ორივე თავისებურად მეხმარებიან ამ სფეროში და ყველაფერში ზოგადად. და ორივე თანახმა იყო რომ ასე გაგეგრძელებინა. დიახ, ეს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. მართლა? დიახ. ნუ ერთობლივი რომ კითხენ კითხეს? პატარა იყავი, მაშინ. პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც მკითხეს. ეგეთი ურთიერთობა გააქვთ? დიახ, რატო ეხა რადგან მთელი ოჯახი ცეკვავს არ იყო სავალდებულო რომ მეც ცეკვა, მაგრამ ეგრე მოხდა რომ იქ ვიყავი სულ თეატრში ვიყავი სულ დარბაზში ესე და ეს ხო დედა პირველი ვისი იდეა იყო? ბაბუის იდეა. კი, პირველი ბაბუის იდეა იყო. მაგას ვერ წავართ მე. კი, იმიტომ რომ მან დაიწყო ცეკვა ჩემ ოჯახში და ყველაფერი ინიციატივა მისგან მოდიოდა. ხო, მაგრამ ბაბუაშვილები ერჩივნა რომ დარჩენილიყო. არა, მას გვიყვარს ბალეტი ჩვენ. ანუ ქართულ ცეკვასთან ერთად. უყვარდათ და ისედაც. კი. ალბათ ხო, დედაცოლად შეირთო. კი, რა თქმა უნდა. ვისინდა და რო წახვედი მე არ გაგიჭირდა ხო მარტო ვიყავი. კი, დიახ, მარტო ვიყავი. მაგრამ სხვათა შორის
საუმე და მაია, რომლებიც იქ ცეკვავენ, მაგათთან ერთად უფრო გადავატანე რამ საქართველოს სიყვარულს. კი, ეს. ეხა შენი ძმაც იქ არის. დიახ, ჩემი ძმაც იქ. ხო და აკადემიაში სწავლობს? დიახ, მე სადაც სწავლობდი. რამდენი წლით უმცროსია? 6-ით. და როგორ ფიქრობ დაგეწევა? ნახოთ, ანუ თვითონ უნდა ერჩიოს თავისი გზა მანაც. იქ ეხა სასწავლო პერიოდს გადის და შემდეგ შეხედავს თვითონაც როგორ სად მოერგება თავისი თავი. ხო, იცი რა, საინტერესოა კიდევ ეს. ეს ყველაფერი უთხარით, ხო? ქართული ცეკვის შეროც მითხარი, ხო ფიქრობდი რომ უყურებდი სპექტაკლს, რომ მე არ უმალავ იმას, რომ ქართული ცეკვის გამოცდილება მაქვს და ასე შემდეგ. იქნება იმიტომ რომ ჩვენი ცეკვა ევროპულ ცეკვასთან ახლოს. რატომაც? ასე შენ ხო გააერთიანე რაღაცნაირად ეს ევროპული ქორეოგრაფია ქართულთან, ხო? იქნება იმიტომ რომ ქართული ევროპის სივრცის ნაწილი ვარ, არ ვიცი, შენ როგორ ფიქრობ? კი, როგორ არა, კი, რა თქმა უნდა, ეგრე არის. მაგრამ მაინც ქართული კულტურა უნიკალური არის, არც ერთის ნაწილი არ არის, მე ეგრე ვიტყოდი რა, ქართული მაინც ქართულია, იმიტომ რომ მსგავსი ასლი, ანუ არ არსებობს უბრალოდ რა, ჩვენი კულტურა ისეთი განსხვავებული და საინტერესო არის, რომ ფასდაუდებელი არის ნამდვილად. ხო, რა შეეხება ევროპას, რომელიც შენ უფრო სახლივით არისო ჩემთვისო, აი ხო ჩამოდიხარ შენი აზრით მიხედავთ იმისა რომ ხა მოგზაურობთ დავდივართ ხო მაინც წარმოდგენა სწორი აქვს ევროპაზე არ ვიცი რთული არის მაგისი თქვა იმიტომ რომ ვისაც არ აქვს ნაცხოვრები ევროპაში მაინც ყველაფერი მათ ყურამდე რაც მოდის ძირთადად სოციალური გზელიდან იქიდან მაგრამ იქ სხვანაირად არის რაც თავარია სიწყნარე დისციპლინა პასუხისმგებლობა პროფესიონალიზმი მე ამას დავარქმევ ევროპულს ამ ყველაფერს და ამ ყველაფერს ერთობლიობას და კოლეგიალობას ყველაფერს აი მე ესე ვხედავ იქაურობას ხო და მოგწონს ეს კი რა თქმა უნდა ანუ მე სახლა დავირჩიე იქაურობა ხო ხდება ხო ანუ შენი არჩევანი არის დიახ რა თქმა უნდა და შევძლებთ ამ სივრცეში. ჩემი აზრით უნდა შევძლოთ რა. უნდა შევძლოთ. ხალხის ერთიანობით შევძლებთ რა თქმა უნდა. კრიტიკული ხარ? აი რომ ჩამოდიხარ ყველაფერი მოგწონს? მე ისე ტურისტი ვით ჩამოდივარ რა, აქ რომ უყურებ გარშევას დავდივარ ახლა. ათვალიერე? კი, ათვალიერე, მაგრამ ეს ბოლო რამოდენიმე ჩამოსვლა, როგორც ანუ თეატრის სახლი და სულ ესე ხედავ. წრეში სადაც ტრიალებ მეგობრები რაღაცები, ყველა კარგად არიან განწყობილები. თუმ მაგ მხრივ წყნარად ვარო, არის იმედი, შევძლებთ. აქვს იმედი, ოპტიმისტურად ხარ? კი, აუცილებლად. იმიტომ რომ ანუ ჩვენი ისტორიას რო გადავხედოთ, შეგვიძლია ბრძოლა. იცი რა არის რაღაცა პერიოდი იყო სხვა თაობა, უფროსი თაობა, რომ ჯერ მე მგონი აი სალომეს ისტორიაც ეგ მოვისმენე თუ არ ვცდები რუსეთში უნდა წასულიყო. ხო, ჯერ მიდიოდნენ მოსკოვში ან პეტერბურგში და შემდეგ მიდიოდნენ ევროპაში ან იქ რჩებოდა. ეხლა ცოტა შეიცვალა შენი ბიოგრაფია ცოტა სხვანაირია მე პირდაპირ მე ანუ პირდაპირ ევროპაში კი ანუ იქ მომწონს მე იქ აურიქსა მინდა რომ ტროპა კომფორტულად გწნობ რა თქმა უნდა და რუსულად ლაპარაკობ და პარტნიორი ერთმანეთთან როგორ ურთიერთობ ინგლისურად ლაპარაკობ ინგლისურად ლაპარაკობ იმიტომ რომ უკვე 20 წელია ჰოლანდიაში ცხოვრობს ისიც და ანუ იქაურია ეხლა ძალიან ბევრი რუსი არის ევროპაში საბალეტო დასებში განსაკუთრებით ამ უკრაინის ომის მერე ვიცი ფაქტობრივად გამოქცეულები ხო ჩვენ ბევრი უკრაინელები ყავს სხვადასხვა დიახ ჩვენმა თეატრმა მეგობრობ დიახ როგორ მეგობრობ ჩვენ სხვადასხვა მეც და ანასაც გადასარჩენად რამოდენიმე სპექტაკლში მიგვიღია მონაწილეობა სოლიდარობის პერიოდ წავსულვართ რამოდენიმე ქვეყანაში ისე ჰონორარის გარეშე ყველაფერი ისე ჩვენთვის რომ გამოგვეხატა რაღაცა პატარა დახმარება იმიტომ რომ ეგრე ფიქრობთ ეგრე არ შეიძლება დახმარება და არა ლაპარაკით რა ჯობია საქმე პირდაპირ გააკეთო
იცი რა მინდა ბოლოს კითხო ისო მშობლებზე რომ გადავიდეთ ნუ ბუნებრივია ხა სისულელე რომ გითხრა არ ამაყობენ შენით და ამდენად ამაყობენ მაგრამ შეიძლება რომ შენიშნო მოგცენან კი როგორ არა დიახ ამიქეთი ურთიერთობა გაქვთ პროფესიონალი იმიტომ რომ ანუ ჩემი ცეკვის კარიერა მაგათთან დაიწყე პირველი პედაგოგები მაინც საკრიცხლი რო შევხედოთ დედა და მამა იყვნენ ამიტომ მაგათი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია აი თქვენ სადაც გიხართ აბუა მოესწრო შენ წარმატებას კი მოესწრო ანუ იქაც კი იყო ხო არ იყო არა ამსტერდამში ვერ მოვასწარი ცოტა გული კი მწყდება იმიტომ რომ პირველად რომ ჩამოვედი დონ კიხოტი რო შევასრულე 2 წლის წინ მაგისტრის ეგ მქონდა გათვალში რომ ჩამოსულიყავი მისთვის უნდა მეცეკვა ჩამოვედი თუ არა 1 საათის გარდაცვლილი დამხვდა აი ეს ისე ვიყავი გინდოდა რომ დონ კიხოტი შეენახე თვითონაც ელოდებოდა იმიტომ რომ მისი საყვარელი ბალეტი არის დონ კიხოტი და ისე რაღაც უემზადებოდი რაღაც სხვანაირად და მაგრამ ასე ვიზავთ სავარაუდო სულ უყურეს ჩემს შოუებს ყველგან და გრძნობს გადავედით და მოვედით ჩემთან ერთად ყოფნის მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ. ეს იყო გადაცემა შვილი, გადაცემა ჩვენს ძველ და ახალ თაობებზე. რას ფიქრობენ ჩვენი შვილები თავიანთ მშობლებზე? როგორ აფასებენ წარსულს და რას გეგმავენ მომავალში? უყურეთ რადიო თავისუფლების სხვა ვიდეოებსაც და რა თქმა უნდა გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი.